მოგესალმებით, მე ვარ ქველის ადმინისტრატორი. დღევანდელ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ ერთი დამატებითი ფუნქცია, რომელიც ინტერნეტში შემსვლელ ნებისმიერ პროგრამას, ეგრეთ წოდებულ ბრაუზერს გააჩნია. ასე მაგალითად, გავხსნათ ჩვენ Google Chrome. შევიდეთ ჩვენთვის ყველაზე საყვარელ საიტზე, facebook.com. გავიაროთ რეგისტრაცია, ავტორიზაცია. შემდეგ არის ერთი ძალიან კარგი ღილაკი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში აწერია ხოლმე პლუსი. დავაწვევით ამ პლუსზე და შემდეგ შევდივართ, რა თქმა უნდა, ნომერ პირველ სოციალურ ქსელზე. ესა www.kweli.com. ახლა ჩვენ შეგვიძლია ორ სოციალურ ქსელში ერთდროულად იმყოფებოდეთ, როგორც Facebook-ზე, ასევე Chrome-ზე. შეგვიძლია წავიკითხოთ საინტერესო სტატიები Chrome-ზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ვეჩეთავთ მეგობრებს Facebook-ზე. ოღონდ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ვართ დარეგისტრირებულები Chrome-ზე, მაგრამ თუ არ ხართ დარეგისტრირებულები, რასელოდებით წარმოქმნა წარმოავს. მაშასე, ასეთი სიმბოლო არის Google Chrome-ის შემთხვევაში. Mozilla Firefox-ის შემთხვევაში გვაქვს პლუსი. ამის საშუალებითაც შეგვიძლია რამდენიმე სხვადასხვა საიტი გავხსნათ. Opera-ის შემთხვევაშიც არის პლუსი. არის პროგრამები, რომლებშიც არ არის პლუსი. იქ უბრალოდ გამოიყვანოთ დიდი მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო. მაშასე იქველეთ და ეჩატავეთ მეგობრებს Chrome-ზე, კარგი იყოს Facebook.